მოგესალმებით ძვირფას ტელემაყურებლებო. მოგესალმებით. ჩვენ გვაქვს წელს ბოლო გადაცემა, წელს შევაჯამოთ შედეგები, მეგობრებო. საახალწლო ეთერი. 24 წელი იყო ჩემთვის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის სუვერენიტეტის გამტკიცების წელი, იყო არჩევნების წელი, რომელიც მოვიგეთ, იყო მეორე არჩევნების წელი, რომელიც გადავაგორეთ და მოვიგეთ, იყო ლიბერ-დებილური ნაცური ომის პარტიის დამარცხების წელი და 25 წლისგან ველოდებით რომ ყველაფერი კარგად იქნება. კონკრეტულად ყველაფერი კარგად იქნება 20 იანვრის შემდეგ და რატომ ვამბობ ამას? მე ამას არ ვამბობ, ამას ამბობს ბატონი ბოდიში-მომითხოვია და გახარია და ბოდიში-მომითხოვია და სააკაშვილი ამას ამბობს. და რატომ ამბობენ? იმიტომ რომ 20-ში ტრამპი შედის თავის კაბინეტში, ხდება პრეზიდენტი და ეს მაიმუნები, რომლებიც ჩვენ ტვიტერს წერენ სხვათა სად არის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი დაკარგული სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი თავი დაანებეთ ტვიტერს ყველაზე მეტად გააქტიურებული ვინაა ტვიტერზე ჯო ვილსონი არის ერთ-ერთი პერსონაჟი საშა ბარონ კოენის სატირისტული ფსევდოდოკუმენტური სერიალიდან ეს არის ამერიკა სადაც ეს კაცი ჯო ვილსონი სრული სერიოზულობით ითხოვს რომ ბაღის აღსასდელებს, ანუ მოითხოვა და მოგეწევს. გაჩერდი ახმარა გავუშვით. აი ეს ადამიანი. A 3-year-old cannot defend itself from an assault rifle by throwing a Hello Kitty pencil case at it. Our founding fathers did not put an age limit on the Second Amendment. ასაგებია. ანუ ეს კაცი თulis რომ 3 წლის ბავშვს უნდა ქონდეს იარაღის სტატუსი. აქ უნდა ვთქვათ რომ თავი იმართლა შემდეგ ამ სენატორმა რომ ეს არის დადგმა, ეს არის შოუ და რაც მისხა საშა ბარონ კოენმა, ესე იმართლა თავი. ეს მაინც ავთქვა რა. მოდი ავხსნათ მაშინ რა. საშა ბარონ კოენის შოუ, ეს არის ამერიკა, როგორც მანამდე იყო ბორატი, როგორც მანამდე იყო ბრუნო და ასე შემდეგ. ყველა მისი ალიჯი და ასე შემდეგ. არის ის რომ მსგავს პერსონაჟებს, ვინც არიან ცნობადი სახეები, ის უკავშირდება მოგონილი პროდიუსერის სახელით. მავანი და ლექსის. სადაც მთავარი თემა ისაა რომ დააჯეროს რომ რეალურად ვიღაც ნამდვილი ჟურნალისტი ცდილობს მათგან ინტერვიუს მოპოვებას და ამ შემთხვევაში ეს კაცი ლაპარაკობს იმას რასაც მართლა ფიქრობს. იმიტომ რომ ამას გონია რომ ამ შემთხვევაში ამ This is America's პერსონაჟი და აქთან საშა ბარონ კოენი არის რომ ისრაელის გამოწვრთნელი აგენტი არის რომელიც ამერიკის კეთილდღეობის ზრუნავს, ანუ იმას ეუბნება რაც არის მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის. ეს დააჯერა საშა ბარონ კოენმა თავის პერსონაჟებს და ეს კაცი ლაპარაკობს სრული სერიოზულად 3 წლის ბავშვს უნდა ქონდეს იარაღის სტატუსი. მოდი ახლა ვილაპარაკოთ კიდე ზოგადად, ესე იგი, ჩემი აზრით ვაგზელებ ჩემს რომ ეს იყო ჩვენი სუვერენიტეტის გამკაცრების და გაძლიერების წელი. ღმერთმა ქნას 25 წელი იყოს ომის დასრულების წელი უკრაინაში, უკრაინაში წელი, ღმერთმა ქნას და ალბათ ეგრეც იქნება, იმიტომ რომ ტრამპის მთელი სამშვიდობო მისია არის ესეთი და რატომ არის ესეთი მისია? მე მგონი ძალიან მარტივად შეიძლება გავშიფროთ. მე მგონი ამერიკა უბრუნდება მონროს დოქტრინას, იმიტომ რომ თვითონ თავის კონტინენტზე აქვს დასახელებელი, კანადას ეკაიფება ჩემი შტატი ხართო, თუმცა აქვს საფუძველი, იმიტომ რომ კანადაში გადასახადები ნაკლებია. დიდია და ყიდულობენ ყველაფერს ამერიკიდან და ამერიკა ძალიან დიდ მნიშვნელობას იძენს ამერიკის კანადის ეკონომიკაში და არ უნდა. პანამას უხურებს რომ არხიო, სად არის არხი მოიტათო, ოღონდ სხვაზმნა არის. იქ რა თქმა უნდა ვენესუელა არის, რომელსაც უდიდესი ნავთობმარაგები აქვს და ყველაზე დიდი შეიძლება ითქვას და ამერიკა უნდა გაძლიერდეს ჯერ საკუთარ სახლში, თვითონ ამერიკაში და საკუთარ კონტინენტზე. ეს არის მონროს დოქტრინა. ევროპაში პირდაპირ ეუბნება ევროპელებს რომ უსაფრთხოება, რომელთაც ამერიკა უზრუნველყოფდა, ღირს ფული და როგორც მოვილაპარაკებთ თქვენი ბრუნვიდან, თქვენი მშპ-დან 3%, 5% მოგვეცი. წინამდე შემთხვევაში მე არ მაწყობს ნატო. ეს ეუბნება პირდაპირ. ამას ეუბნებოდა ადრე, ამას ეუბნებოდა ეხლაც და რა ქნა ევროპამ როცა არ დახარჯა ფული და ამათი ფულით დაიწყო არმიის შექმნა, ამერიკელების დაცვით იყო, ჩადო ფული ჯანდაცვის პროგრამაში, სოციალურ პროგრამებში და უზრუნველყოფილი გახდა, რაც ამერიკელების აზრით, ტრამპის აზრით არ არის სწორი. მოკლედ, ბევრი რამე იცვლება ქვეყანაში და ეს ცვლილებები უფრო და უფრო დაეწყობა ჩვენ პლანეტას 25 წელს და ჩვენ გადავრჩებით. 2024 წელი იყო ძალიან მნიშვნელოვანი ზუსტად სუვერენიტეტის ნაწილში, იმიტომ რომ ჩვენ წლის დასაწყისში შემოვაბრუნეთ გამჭვირვალობის კანონი, რომელიც წინა წელსაც გასატანი იყო რეალურად, მაგრამ
ეხლა უფრო მოშნად გავიტანე. კი, ხო, უყურე, საქმე რაშია რეალურად. ჩვენ მქონდა ძალიან სწორხაზოვანი მიზანი, რომ საქართველოს პირველად მისი დამოუკიდებლობის ისტორიაში გამხდარიყო და შეეძინა რეალური სუვერენობის შუქჩრდილები და ეს ძალიან რეალურად ძალიან რთული საქმე არის. ძალიან რთული საქმე არის გამომდინარე იმ გეოგრაფიული ტერიტორიიდან, რომელშიც ჩვენ ვართ, იმ სამეზობლოდან, რომელშიც ჩვენ ვართ, იმ გარეშე მეგობრებისგან, რომლებიც ჩვენ ვკურირებენ. ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთულად შესასრულებელი მისია, რაც კი შეიძლება დაისახოს ზოგადად არ მხოლოდ პოლიტიკოსმა, არამედ პოლიტიკის მკვლევარმა თუ ანალიტიკოსმა, რომ ამის რაღაცა კვანძი ამოხსნას. მიუხედავად ამისა, მე ვიცი, რომ რაღაც ბევრ ჩვენ მხარდამჭერს ქონდა კითხვები თუნდაც აპრილში, როდესაც კანონი შემოbrunდა, რომ აი ამ პოზიტივების ფონზე რა საჭიროა, მაგრამ საბოლოოდ გამოჩნდა ის ყველაფერი, რომ არჩევნებშიც ჩვენ 2012 წლის შემდეგ საუკეთესო შედეგი დავდეთ. ქართულ მოლოცნებამ მიიღო 1,200,000 ხმა. ქართულ მოლოცვას შესაბამისად მიიღო აბსოლუტური ლეგიტიმაცია, რომ იყოს ხელისუფალი და ჩვენ მივიღეთ ის რევოლუციური ქმედებები, რომელიც აგრეთვე რეალურად ვთქვათ, იყო სახიფათო, რომელიც საჭიროებდა ძალიან გულისყურით, თუმცა ძალიან კარგად მათდამი მიდგომას, რასაკვირველია. ძალოვანება და ძალისმიერი ელემენტი, ანუ ვიღაცა მაიმუნები, ბოევიკები და უკრაინიდან იქიდან ვიღაცები. მე ის თქმა მინდა, რომ რაღაც კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილები, რომელიც საბოლოო ჯამში სულ რო დასაწყისში ქართული ოცნების მომხრეც კი თვლიდეს, რომ აი ხა ამ მომენტში ეს რა საჭირო იყო, საბოლოოდ როდესაც შედეგს გამოიტანს, ყველა ვხვდებით, რომ ამან თავისი დანიშნულება ზუსტად შეასრულა. მაგრამ, ნუ ადამიანები ვართ და ყველა რაღაცა შეიძლება კონკრეტულ მომენტში ღელავდეს, რაღაცა თავისი დაშვებები ქონდეს და ასე შემდეგ, მაგრამ წლის განმავლობაში ჩვენ დავინახეთ ის, რომ აბსოლუტურად ყველა მიღებული გადაწყვეტილება ქვეყნის ხელისუფალის მიერ შესრულდა პირნათლად და მოეხმარა მთავარს. პირნათლად იმისთვის, რომ ჩვენი სუვერენიტეტი განმტკიცებულიყო. მთავარს მოხმარა. კი ბატონო. ერთი პატარა კინემატოგრაფიული ალუზია, მაინც კინემატოგრაფისტი გვიზის აქ. M. Night Shyamalan-ის ფილმი რო არის ნიშნები. კი ბატონო. სადაც უყურებ ფილმს და სხვადასხვა კადრში სხვადასხვა ნივთები ელავს, ხო? აი აქცენტს აკეთებს რეჟისორი რაღაც ნივთებზე და ვერ ხვდები თუ რატო. მაგრამ უყურებ ფილმს, გაინტერესებს ინტრიგა, წყლის ავსეჩიკა, ბეისბოლის ბიტა და ასე შემდეგ. ბოლოს როცა ეს რაზვიასკამდე მიდის, ხო, უცებ ხედავ რომ ყველა ეს ნივთი იმ სახში იმ მომენტში იმიტომ მოიყარა რომ ბედნიერად დასრულებულიყო ამბავი და დაახლოებით ეგეთი განცდა მეუღლება ნელ-ნელა აიღო. მე იცი რას ვფიქრობ, ესე იგი მოკლედ ყოველთვის რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, მას მე აი განსაკუთრებით ვიგრძენი ის სკოლაში რასაც მასწავლებდნენ საქართველოს შესახებ. ჩვენ პრინციპში ახლა ხშირად გვითხოვს, რომ ისტორიას სწავლობთ არა მეცნიერულად, არამედ ემოციურად. მაგრამ არის ამ ემოციონალიზმში რაღაცა გარკვეული ესეთი key point-ები რა და მე ყოველთვის მასწავლებდნენ, რომ საქართველოს არის ესე იგი აი ნაცარქეკიას მიმართება რა არის, რომ აი ესე ისიცკნა, კიციციცი, კიცმაცურიც, რო შენ ესე იგი ლერწმის სტრატეგია, რომ ხარს წაყვე და გასწორდე და ის ძალიან დიდხეებს აქცევს ის კარი, რომ შენი მისია არის ესე იგი ყოველთვის, ნუ ძალიან ცუდი სიტყვა შეიძლება არ ვიცი, მაგრამ ყოველთვის ივაჭრო სხვადასხვა ქვეყნებთან და არავის არ მისცე სრული კონტროლი, როგორც მისცა მიშა სააკაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებს. მე ეს ვიცოდი ყოველთვის რა საქართველოსზე და აი ამ ომის დროს დავინახე რომ რეალურად დაინახა. ეხა იქიდან მხრიდან რო ყვირიან რუსები, ნუ ეს ხო თვითონ მართლა ვერ ხვდებია რომ სიგიჟეა და მართლა ესე იგი სასარგებლო იდიოტებად გამოიყვანეს, ისე გამოურეცხეს ტვინი ადამიანებს. მე იმას მარტო როდესაც შე რუსეთთან დარჩები, ის რო უარესი იქნება, ეგეთი უნდა. მთელი ჩვენი მისია არის ყოველთვის ჩვენ გვქონდეს საკუთარი ისეთი ძლიერი და მყარი იდენტობა, ფუნქცია, რაც არის ახლა ახალი აფრეშუმის გზა, რაც არის, ხო?
გზაჯვარედი კულტურათა გზაჯვარედი და იცი რა ხო რა თქმა უნდა ეხლა არის ომი და ეხლა არის რთული შემთხვევა რომ აი თითქოს რადიკალიზაცია ხდება რომ საითხარ მაგრამ სიმშვიდის და მშვიდობის დროს საერთოდ არ იქნება დაძაბულობა პირიქით შენ რაც უფრო გაწყობს იმას აიღებ რა თქმა უნდა ჩვენ ჩათვალეთ რომ ის ომი ნუ რა თქმა უნდა ფიზიკურად არა მაგრამ ემოციურად და სხვა მხრივ ხო საქართველოს სამაგეროდ გაუძლო მთელ სამყაროს შემოყევას ამ მაგას ამ პატარა ქვეყანამ გაუძლო და ბოლოს სამხელა მონსტრების შემოტევებს რა და ჩვენ კიდე აუცილებლად ისიც უნდა ვთქვათ რომ ეს ხო აღსანიშნავია რამე დამოუკიდებლობის დღიდან პირველად უწევთ დასავლეთს რომელიც იყო მანამდე რელიგია და ჩვენ უნდა გავიაზროთ ეს რომ ეს არ არის რელიგია ეს არ არის თვითმიზანი ეს არ არის ეს არის ინსტრუმენტი ყოველთვის. რა თქმა უნდა. და ამას როდესაც გავიაზრებთ, მაშინ შევდგებით სახელმწიფო და ჩვენ შევდექით. კი ბატონო, აი მოდი. ეხა ხალხიც კი ბატონო, შენას გავაგზავნებ. იცით თუ არა პირველი ტურის შედეგები ხორვატიაში საპრეზიდენტო არჩევნებში. 19% აიღო ლიბერალმა პროდასავლელმა კანდიდატმა და 50-მდე 59 რაღაც აიღო თითქმის გაიმარჯვა პირველ ტურში ადამიანმა რომელსაც ბოროტი ენები ეძახიან პუტინის პუდელს. ნუ გასაგებია დამოუკიდებლობის მომხრია და არც იგივე მოდელი. მეორე ტური არ ვიცი რას უზავენ ხა მაგას, მაგრამ მეორე ტური რომ შედგება, იქ აუცილებლად ისეთი განსხვავებაა რომ გაიმარჯვეს ბუნებრივად ესროლონ რა არ აი ეს კი ბატონო. შემდეგ მოდი კიდე მეორე ცოტა ეხლა რუმინეთიდან ცოტა ჩრდილოეთით გადავინასწროთ, აღმოსავლეთით გადავინასწროთ და ნახოთ რა ხდება მოლდოვაში. მოლდავეთია ჩემთვის ის, მაგრამ ნუ კაი მოლდოვა. მოლდოვაში შეხარ ჩემი ბატონი პირველიდან დილის 8 საათიდან გაითიშება გაზი. რაც ნიშნავს რომ მოლდოვა წვდიათში მოექცევა. აცივდება ოჯახებში, სახლებში, შუქი ჩაქრება, იმიტომ რომ ჰიდრორესურსები არ აქვს, აქვს თბოელექტროსადგური, რომელიც გაზზე მუშაობს. ანუ მოლდოვა უჩერებს რუსეთი გაზს, იმიტომ რომ არ იხდის მოლდოვა ფულს. უკრაინა უკეთავს გაზს უნგრეთსა და ნავთობსადენს უნგრეთსა და გაზს უკეთავს ფიცოს რა ქვია იმას მისცემენ მოლდოვას გაზს არა ვერ მისცემენ საქმეც ეს არის არ არის გაზსადენი გაზს რევერსით არ გამოდის რა ზეროს გაზსადენოს არა მხოლოდ რუსეთია და არა რა თქმა უნდა და გარდა ამისა თვითონ ევროპაშიც არ არის გაზი გაიგე საკმარისი ხო ამერიკელებისთვის ამერიკებს ამდენი არ ჩამოუტანეს ნორვეგიიდან არ არის ეს გასადენები ააფეთქეს ამოაფეთქეს და მოკლედ მე იმის ხმა ეგ არის ყველაზე მაგარი ხო კი ანუ ეგ არის ყველაზე მაგარი რაზე იყო ევროპის კეთილდღეობა და დამყნობილი უსაფრთხოებაში ფულს იხდიდა ამერიკა ჯარის შენება არ მჭირდებოდა და არც იხდიდნენ ფულს ამაში და ენერგეტიკა იყო იაფი რუსული გაზი იყო იაფი და გერმანული, ფრანგული ტექნოლოგიები და იტალიური ტექნოლოგიები ამით სარგებლობდა და იაფი გაზიდან მაგარ რაღაცებს აკეთებდა. ეხა ერთის გადახდაც მოუწევს და რა თქმა უნდა, გაზიც აღარ არის იაფი. მოკლედ მე იმის თქმა მინდა რომ სამყარო როგორ მინდა ისე ძალიან მინდა ლიბერდებილებს ეს გავაგებინო რომ სამყარო კატასტროფულად მათთვის და რეალურად ჩვენთვის სასარგებლოდ იცვლება. აღარ არის ის სამყარო. როგორ უნდა გააგებინო, როგორ უნდა უთხრა, აი რანაირად უნდა აუხსნა. ჩვენ ვერ გავაგებინებთ, იმიტომ რომ ჩვენ აბა ვინ გააგებინებს? ჩვენი პირიდან ნათქვამი ყოველ როგორ ჭეშმარიტებას არ უნდა გავადებდე, არსებობს მიუღებლობა. რას ნიშნავს მიუღებლობა? ხوان ზიამოვა ვეუნები მაგალითად. არ მიიღებს. როამოვა? არ მიიღებს. და როამოვა? როა მოიტყვის შენ რო თქვი მაგიტო კი არა მოვიდა. აბა? იმიტომ რომ გიგაბოკერია თქვა ვიღაცა. ასევე ხო? იმან თქვა რა ქვია. არა მოს გიგაბოკერია ზიამოვაო. გიგაბოკერია მოს ამერიკის აგენტი უნდა ვიყო დღესაც რო კითხო ამერიკის აგენტი მინდა ვიყო. ვიღაცას ვინც იგივე სიტყვის და იმას დაუჯერებს და შენზე იტყვის რომ ანუ არაო. აი უყურე 30 წლის წინ რა პოსტულატებიც ჰქონდათ რომ ეს არის დასავლეთის სამოთხე დასავლეთი გვიშველი დასავლეთი დედას უტირებს რუსებს იგივენაირად ფიქრობენ და მე შეგრძნება მაქვს რომ ეხლა იშლება საბჭოთა კავშირი მაგათ თვალში ანუ იმ ცივი ომის ბოლო პარადიგმაში იმყოფებიან იმიტომ რომ სხვა ახსნა არ აქვს ესე იგი არ აღიარებდე შენ
ჩინეთს არ აღიარებდა, ინდოეთს არ აღიარებდა BRICS-ის ალიანსს. კომრადს. ერთწამი არ აღიარებდა BRICS-ის ალიანსს, სადაც განაცხადი გააკეთა ახალმა რამდენმა ქვეყანამ ბელორუსიც მაგეთ მიდის. BRICS შეიძლება არ აღიარებდა, просто რაღაცა სერიოზული იდეოლოგიური ანალიტიკა გქონდეს და მაგის გამო არ აღიარებდა. სხვა რაღაცა არის, უყურე. ტიპები просто არ აღიარებენ, ანუ 90-იანებს არჩევენ. რა თქმა არა დღევანდელ. იგარი ხო არასწორია. ჩვენი მთავარი მინუსი იცი რა. ჩვენ რაღაც მომენტ შეიძლება დაუშვათ, რომ ჩვენ ვცდილობთ, რომ ინტელექტუალურ პრიზმიდან აუხსნათ ადამიანებს, რომელიც არიან ქვის ხანაში. ეგრე ვერ ვიტყოდი. აი, მაგ გიანოდია მაგალითად ქვის ხანაშია. არ გიანოდია ქვის თუ ხანაში. გარეწარია. უყურე გიანოდია ქვის ხანაში არა. რატო? გიანოდია რა კითხვა? ქვის ხანაში არა, ნაცია. არა, მის ქვის ხანაში ყოფნა ჯობია ნაცია. რაში კითხვა? ქვის ხანაში ყოფნა ჯობია ნაცია. გიანოდია უფრო ქვის ხანაშია და ვიდრე ვიღაცა ტვინ გამორეცხილი, რომელიც დააღწევს თავს. გიანოდი არის ჩვეულებრივი მორწმუნე. ეგ NGO-შნიკები, რომლებიც აი იმაში რა ქვია ლიბერალური დემოკრატია უმაღლესი განვითარების ევოლუციის დასკვნით საფეხური და NGO-ები და აი ეს იმაზე კოფი ბრეიკზე ნასწავლი დემოკრატია და იქ უნდა დავიცვათ იეღოველები აი ეგ ნარატივი 90-იანების ეგ არის ჩვეულებრივი სექტა. ლევ არამი რაზე მელაპარაკები? ეხლა ლაზარეთს უფრო მარტივად შეცვით თუ ლევ არამიშვილს? ნუ ჩიტულები აქაც არის და იქ არა, ლაზარეთს უდე შემთხვევაა. ბიჭო, უყურე, აი ზუსტად მაგითო რა, უყურე, მე რატო ანუ ეგ ინტელექტუალიზმის საკითხი რატო წამოვჭედი, რომ ადამიანებმა თავის გმირის სიმბოლოდ აირჩიეს ლაზარე. კი ბატონო. ადამიანმა თავის გმირის სიმბოლოდ აირჩიეს ჭაუზე მოხტუნავე გოგონა. ქალი ევროკავშირის დროში, რომელიც გახდა მე ახალის თუ აჰალის პირველი ნომერი. ანუ ესენი ისეთ პრიმიტიულ მარტივ სიმბოლოებში აზროვნ, ანუ აი გამოქვაბულის ადამიანები რო კედლებზე ხატავენ, ხო იცი რომ ანუ რაც გადახდებოდა, კი, რაზე არის საუბარი ხელოვნება, მან შეისახა, მაგრამ უყურე რაც გადახდებოდა, ანუ დახატავდნენ რაღაცა დიდი ცხოველი და ჩვენ ირგვლივ ეს დაგვესხა თავს და ჩვენ შუბები ვესროლეთ და მაგას ხატავდნენ, ხო? ანუ უყურე ეხლა ახალის გაჩვენე რომ გოგონა ლურჯი ყაბალახით, ვინც ხორუმი იცეყო. ანუ უყურე სიმბოლო ვერ იქნება, გესმის? რატო ვერ იქნება სიმბოლო? სიმბოლო შემდგომ ჭირდება პირველ რიგში ძალიან დიდი ეროვნული მუხტი. იმის რომ შეგვიძლია სიმბოლო. გოგონა ჭაუზე მოცეკვავა გოგონას ეროვნული მუხტი არ გააჩნია. ევროკავშირის დროშის ქნეულ ქალს, რომელიც მე ახალის პირველი ნომერი არ გააჩნია. ყაბალახიან, ლურჯ ყაბალ ევროკავშირის ყაბალახიან ხორუმის მოცეკვავა ქალს ეროვნული მნიშვნელობა არ გააჩნია. უყურე, მაგრამ საპირწონედ უკვე რა ჩვენ ხარს რა არის? მაგალითად იმ ქალს, რომელსაც გაჩერებაზე ბავშვთან ერთად იყო რომ მიუვარდნენ რა. ანუ იმ ქალ და ქალბატონმა რომელსაც თავის შვილი დაიცა რა. ანუ ეგ უკვე არის ის სიმბოლო, რომელიც ეროვნული სიმბოლო არის. დედა რომელიც თავის შვილს იცავს. და ანუ მაგაზე რამხელა თავდასხმა განხორციელდა ხო გახსოვს რომ ბულინგი წავიდა იმ ქალზე საშუალო. იმიტომ რომ ანუ ეს ქალი თითქოს მანამდე სანამ ესენ მიუვარდებოდნენ რაღაცა შუათის გვაჩვენა. ჩვენი სიმბოლო კიდევ შეიძლება თქვა ლაშატალახაზე რომ მიდის გაქვთ. ხო და ვიღაცა ქალი პლუს ეძახის. ვიღაცა პლუს ეძახის. ანუ მან ლაშა მიდის ფასად. არა, პლუს ვისაც არ აქვს ნანახი ვერ ახსენით. ეხლა კარგად პლუს არ ეძახის. შეიძლება ლანძღავდე და არა კაცის გაშვება. იმიტომ რომ ტლუ დაუძახოს. ხო, მისდევს. ეგ არის მთავარი და ის გარო რამე მოხდა. მან კიდე ძალიან აი ჩვენი ეროვნულობის სიმბოლო ვინ არის? და არ ვიცი კიდევ როდის ჩამოხსნიან მის რეკორდს. ეგ არ არის. ვერასოდეს ვერ ჩამოხსნიან, სამართლიან სოცხლები იქნება დიდი ალბათობით. კი, პირველად მიიღო ანტო სანტენ კელაპტარი რა. მაგრამ უყურე ხო და მიდის და ეს შენ არ დაგაუწეს რომ ეს ქალი რომელიც ლაშა ტალახაძეს მისდევს და აი ამ ყოვლად ამორალურ საქციელს ჩადის და ლანძღავს გზაში როდესაც ლაშა ტალახაძე საერთოდ არ უბრუნდება და სიტყვას არ უბრუნებს ერთ-ერთი პასაჟი რასაც ეუნება არის რომ გენო პეტრიაშვილის სახელს ვერ იხსენებს და ის მესამე ძალიან კარგად. ხო, უყურე ის რომ ყავთო გენო პეტრიაშვილი, ბიჭო, გენო პეტრიაშვილზე ამბობ. ძალიან კარგად ყველა ნიშნის ოლიმპიური медали რო აქვს მოპოვებული, ანუ საქართველოს გამარჯვების სიმბოლო რო არის თანამედროვე, მაგ ადამიანზე ეუნება რომ აი ეს მესამე რო ყავთო
შესაბამისად რო გულისხმობ შენატლო იმას მოკითხვა გადაეცვა. და განსაკუთრებით მაგ ამ ტიპის ოლიმპიადებში ეროვნულობისგან დაცლილი ადამიანებისგან ვხედავ ჩვენ რომ ცდილობენ ეროვნულობა ითამაშონ. მაგ ოლიმპიადებში მთელი მუღამი კიდე ის არის რომ ისინი განასახიერებენ იმ სპორტსმენის სახეხაც რომელსაც გვიხსნიდნენ რომ შენ როცა ძლიერი ხარ არ შეიძლება სხვაზე ეს გამოიყენო შენთვის იარაღე თავმდაბალი მე ვინ ვარ განსაკუთრებით და არ ვიცი გენო პეტრიაშვილს რო დაელაპარაკები ლაშა ტალახაძეს რო დაელაპარაკები ნუ მიხვდები რა რომ რა თავმდაბლობასთან გაქვს ლაპარაკებას კიდე თავიდან მე რა თავმდაბლობასთან გვაქვს უცებ ჩვენ ოლიმპიელებზე მოგრძალება და ბექაურის თემას გავუსწრებთ რა ლაშა ბექაურის თემას გავუსწრებთ ანუ ლაშა ბექაური არის 24 წლის ორგზის ოლიმპიური ოქროს მედლის მფლობელი ანუ რეალურად ჩვენი ქვეყნისთვის მაგასაკში ეგეთი წარმატება რა ვიცი მე არ მახსენებ ყოველ შემთხვევაში რა ლაშა ბექაურმა დადო უწყინარი ვიდეო სადაც მანქანაში ბოკვერს ეფერება ან არც ბასლეინზე არ არის რომელიც შეტენეს რომ ბასლეინზე მოძრაობს ანუ ვიდეოში ძალიან კარგად ჩანს რომ ბასლეინზე არ არის და რომ მოძრაობდეს რა დაჯარიმდეს და გადაიჭრა არ არის რომ ვინ დამარა და მაიცადე ერთ წამით გადავედი ბასლეინზე და დამაჯარიმდა ანუ ხო შეგადავიხადე ბიუჯეტი ხო და მაგას მაგალითად მაგრამ არ არის ვიდეო გადავიდე რა ვიცი გადავედი და დამაჯარიმე მე არ არის და რატომ უნდა შემოვიდაოთ ეგ არ არის მაგრამ თემა რაზეა თქო არ არის ეგ ერთი არ არის მაგრამ რომ მანქანაში ეფერება ბოკვერს ბიჭო რომელიც საბოლოო ზოოპარკს ჩააბარა ანუ კიდე ერთხელ აღვნიშნო ლაშა ბექაური არის 24 წლის ორგზის ოქროს მედლის მფლობელი ოლიმპიადაზე ვიცი რომ ეგეც არ ერთი წამი უყურე სოფლიოს ყავს კონორ მაგრეგორი გასაგებია ხაბიბ ნურმაგომედოვი არა ხაბიბზე არ თქვა იმიტომ რომ ესენი წერდნენ რომ აი ზუსტად ჩელიაბინსკში კი არაო ეს არისო ჩეჩნური ესთეტიკაო ეს არისო ზუსტად ის ესთეტიკაო რა რა ყველა კონორ მაგრეგორი მოხუცებს არამეს ვამბობ მაგას წერდნენ თქო რომ არა თუ ჩელიაბინსკში გროზნოში გავ მარტო ეს არის გელიკები ოქროს რაღაცები ეხლა ნახე მე დარწმუნებული ვარ გახსოვს ის კუტაბიჭი ცოტნე რომ ლაპარაკობ ჩვენო არა ჩვენო კაცო რუსებმა რომ დაგვიპყრესო მაგიტო უცეკავთო ლეზგინკასო თორე პინკ ფლოიდზე მოგვიწევდაო ცეკვა მე დარწმუნებული ვარ ეს არის ისეთი გაუნათლებელი ეს არის ისეთი ინტელექტუალურად გაბანკროტებული სექტა რომელიც ევროპაში ხანდახან დადის იაფიავია ბილეთებით მაგრამ ევროპას ვერ ნახულობს ანუ ევროპაში შეიძლება იცხოვრო რომელიმე გერმანიაში შეიძლება ცხოვრობდე 2 წელი მაგრამ გერმანია ვერ ნახო ანუ ტიპები მანქანით ფლექსაობაზე ლაპარაკობენ რომ არის ჩეჩნური და არ ახსენდებათ მონაკო ანუ ტიპები არის არ ახსენდებათ ლოს-ანჯელესი არა მე ევროპაზე ვლაპარაკობ ანუ ეჭო არ ახსენებ კრისტიანო რონალდო ყველაფერს თავი დაანებე კაცო მაგრამ უყურე ლაშა ბიჭო ლაშა ბექაურს ჯერ ეს ერთი ჯერ აქვს აღებული ველაფერს აბსოლუტურად ყავს ისეთი მანქანები და აი გუჩის ყველაფერი როგორ განაწერია იმ კაცმა მიიყვანა იმ ბიჭმა ეს ლომის ბოკვერი და ჩააბარა ზოოპარკს და აქაც არ გაჩერდნენ რა უყურე მან თავარი ტრაგიკომედია იცი რა არის რომ ამ ლიბერალებმა გადაწყვიტეს რომ მოდიო ეხლა ჩვენ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციას მიწეროთ რომ ლაშა ბექაურიო ცხოველების უფლებას არ ღვევდაო ბიჭო და ესენი ირეაგირებენ და მოხსნიან რომ რეიტინგიდანო ანუ მავნებლობის მასშტაბი ოქროს მედალს წაართ მავნებლობა რა არა ლაშა ბექაური ხო არის რეიტინგში ძიუდოს საერთაშორისო ძალიან დაწინაურებული არის რა და ღალატი პირდაპირ რატო არ არის მავნებლობას ჩვენი დრო ამ წელს ჩვენ დრო იწურება და სადღეგრძელოები თქვა შეგვიძლია ქართველები რატო არ არის თქო შენი ფეხბურთის გუნდი მაგალითად ჩემპიონატზე რო გადიო სოფლიოზე რო გადიო შენ მიწერო FIFA-ს რომ ესა და ეს ფეხბურთელები ცუდად იქცევიან ესენი ეგ როგორი ამბავია მარადონამ რომ ხელით გაიტანა გოლი და არგენტინელებს რომ მიეწერათ რომ მარადონამ ხელით გაიტანა ინგლისს უნდა მოაგებინო რა იგივე თემაა ძალიან სადღეგრძელო მე მინდა პირველ რიგში ჩემ ქვეყანას და ჩემ თანამოქალაქეებს ძალიან დიდი მადლობა გადაუხადოთ წლევანდელი წლისთვის
რომელიც იყო დახუნძლული ბევრი პოლიტიკურად турბულენტური პერიოდით, მაგრამ ჩვენ ეს ყველაფერი გამოვიარეთ, ერთად გადავლახეთ და საბოლოოდ გამარჯვებლები გამოვედით წლის ბოლოს და მე დარწმუნებული ვარ, რომ 2025 წელი კიდევ უფრო მეტი გამარჯვების პერიოდი იქნება და მე მინდა რომ სურვილი გამოთქვა ეს იყოს ჩვენთვის საუკეთესო წელი, რაც კი გვიცხოვრია და 2025-ის 30 დეკემბერს შევიკრიბებით და ჭიქას ავწევთ, გვეთქვეს რომ ეს იყო საუკეთესო წელი, რაც კი ჩვენ გვიცხოვრია. გური, გურამ. აბა გითხარი. ხალხი გვიყურებს. საქართველოს მშვიდობა მისცეს ღმერთმა და სიმშვიდის ხანა დამდგარი იყოს ჩვენთვის. ყველაზე მთავარი ეგ არის. ჩვენ განსაკუთრებით ესეთ სპეციფიკური ქვეყანა ვართ, მე სულ ეგ მაგალითი მოპავს ხოლმე, აგერ შვედეთმა მსოფლიო ომები გამოტოვა და იმან რა ქვია ავსტრალიას ბოლო ომი ზირაკლებებთან ჰქონდა და ჩვენ იმით ვამაყობთ, რომ პირველი მმართველობაა, რომელსაც ომი არ ქონია. ანუ ჩვენ ესეთ ქვეყანა ვართ, სადაც სულ რაღაც ხდება და გავძელით ამდენი ხანი, რომ ომი არ ქონია, პირველი მმართველობა არის დამოუკიდებლობის შემდეგ, რომელსაც ომი არ ქონია და მშვიდობაზე ძვირფასი არაფერი არ მქონია, რომ მშვიდობას გაუმარჯოს რა. მეგობრებო, მოდით გაუმარჯოს ჩვენს ქვეყანას, ჩვენ გუნდს გაუმარჯოს, ოცნებას გაუმარჯოს. ბედნიერი გუნდი რატომ არის, იცი რომ? ხელმძღვანელი ყავს მაგარი. გუნდი არის შეკრული და მიუხედავად ამდენი წლის მმართველობისა, ხალხი მას მაინც ენდობა. გაუმარჯოს ჩვენ გუნდს, რა თქმა უნდა, ამ გუნდს გამარჯვებებს უსურვებ. საქართველოს მინდა მხოლოდ მშვიდობა უსურვო და დანარჩენი ქართველებმა ჩვენ ძოდ ვიცით რა. და ჩვენს ტელევიზიას, რა ვიცი, მე მგონი ვიმუშავეთ რაღაც პატარა რაცხავ ქენით რა და ბიჭებო, გოგოებო, ჩვენს მაგარ საინფორმაციო სამსახურის ბიჭებს და გოგოებს, რა ვიცი, ხმის რეჟისორებს, ოპერატორებს, ჩართვის ჯგუფის ბიჭებს, ყველას მინდა დიდი მადლობა გისხათ, ძიმე წელი იყო, ბევრი შეურაცხყოფა აიტანეთ, წინახაზე იყავით და მაგრები ხართ. ჩვენი ტელევიზიის აბსოლუტურად ყველა მუშაკს ჩემიდან დაწყებული, აგერ უამრავი ადამიანია, აგერ ეხლა არა, მაგრამ მე ვხედავ, რა ვიცი, ყველა მაგრად ვიქცეოდით და მე მაგრად მუშაობდით და გაუმარჯოს რა მეგობრებო, ტელევიზიასაც გაუმარჯოს, ჩვენ გაგვიმარჯოს და ვინც გვიყურებთ, თქვენ გაგიმარჯოთ ჯერ და მე სხვებს. არა, ყველას ერთად. აბა გაგვიმარჯოს და ბედნიერ ახალ წელს. გაგიმარჯოთ ყველას, გაგიმარჯოთ. კარგად ზარდებოდეთ მეგობრებო. აბა ბედნიერად შევხვდებით, გაისარ.